მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ეს არის არხი ტაროს მესიჯი სამყაროსგან. მე დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი კვირის ენერგიები ფინანსებში, კარიერაში და ურთიერთობაში. სანამ გავაკეთებდი ამ გაშლას, მინდა ტაროს ვკითხო ახლანდელი თქვენი ენერგიები. თუ ახლანდელი ენერგიები რეზონირდა თქვენზე, ესე იგი უნდა დარჩეთ არხზე, გააგრძელოთ ყურება, გამოიწეროთ ჩემი გვერდი, დაალაიქოთ, რათა მეტმა ადამიანმა შეესწროს ჩემი ვიდეოების ნახვა და რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით წინასწარ. ახლა ვნახოთ და ვიკითხოთ თქვენი ახლანდელი ენერგიები, რა ენერგიებში იმყოფებით. თუ რეზონირდა ეს ენერგიები, ესე იგი თქვენია გაშლა და აუცილებლად გააგრძელეთ ყურება. ნახოთ თქვენი ახლანდელი ენერგიები. კვირის ენერგიები. კარიერა, კვირის ენერგიები. ფინანსები, კვირის ენერგიები. ურთიერთობა. ახლა ვნახოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. მინდა გითხრათ, ახლა თქვენ ხართ გაურკვევლობაში, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში, რადგან თქვენს ცხოვრებაში არის ეტაპი, რომელიც ძალიან გულს გდგენთ და მტკივნეული ეტაპი. ამიტომ ხართ გაურკვევლობაში, არ იცით როგორ იმოქმედოთ, რანაირად გადაწყვეტოთ ეს პრობლემა, დაასრულოთ თუ არ დაასრულოთ და ძალიან ბევრს ფიქრობთ. თითქოს ხართ საკუთარ თავში ჩაკეტილი, იზოლაციაში და ეძებთ ნათელ გზას, გამოსავალს, რომ როგორ იმოქმედოთ, როგორ გადადგათ სწორი ნაბიჯები, ეკითხებით საკუთარ თავს, იყენებთ ყველანაირ რესურსს და გამოცდილებას, რომ მიაღწიოთ სწორ ნაბიჯებთან და სიმართლესთან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს მდგომარეობა არის დროებითი. რადგან არკანი განდეგილი არის სიბრძნისა და სულიერი გამოჯანმრთელების არკანი. ამიტომ თქვენ ეძიებით საკუთარ თავს, თუ როგორ იპოვოთ სწორი გზა, როგორ იპოვოთ ამ მდგომარეობაში ნათელი გზა და არ ხართ სრულიად დაკარგული, რადგან გინდათ სწორი და ნათელი გზის დანახვა. ეს არის ახლანდელი თქვენი ენერგია. თუ თქვენ იყოფებით ახლა ასეთ ენერგიებში, მაშინ თქვენია გაშლა, გააგრძელეთ ყურება. ახლა ვიკითხოთ კარიერა. რა იქნება თქვენი ენერგიები ერთი კვირის განმავლობაში კარიერაში? ასევე მინდა გითხრათ, რომ კარიერაში იქნება დაბრკოლება, შეიძლება იყოს დაბრკოლება, გამოუვალი მდგომარეობა, სადაც
არ უნდა იმოქმედოთ გონებით, სადაც უფრო უნდა ჩართოთ ემოცია და ლოგიკა. შეიძლება იყოს ეს მაგალითად თანამშრომლებთან, სამსახურში, უფრო თქვენი მოქმედება იყოს მიმართული ემოციური და ლოგიკისკენ. შეიძლება ასევე აუცილებელია, შეიძლება ძალიან გადაღლილი ხართ სამსახურიდან და აუცილებელია შესვენება, კარგად დაფიქრება, ძალების აღდგენა და ისე მოქმედება. ასე რომ, ერთი კვირის მანძილზე კარიერაში უმჯობესი იქნება, თუ იქნებით უფრო ლოგიკურები, უფრო ემოციებით იქნებით და დარჩებით საკუთარ თავთან, მოусმინთ საკუთარ თავს, აღიდგენთ ენერგიებს და იმოქმედებთ ასე. მოდი ვნახოთ ახლა ფინანსები, ერთი კვირის ენერგია. ანუ ფინანსებშიც იქნება, შეიძლება იყოს ახალი იდეა, ახალი პროექტი, ახალი შემოთავაზებები, მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება ადვილად მისაღწევი. გზაზე დაგვხვდებათ დაბრკოლებები და გირჩევთ ტარო, სანამ იმოქმედებთ, ნაბიჯს გადადგავთ, შეაგროვეთ უფრო მეტი ინფორმაცია, იყავით დაკვირვებულები და არ ენდოთ ყველას. ახლა ვნახოთ, რა მოხდება სიყვარულში. სიყვარულშიც იქნება ცოტა დაბრკოლებები, თითქოს დაგჭირდებათ თქვენი პირადი სივრცის დაცვა, მაგრამ გაარკვევთ სიმართლეს, რაღაც ახალი დაიწყება, სიმართლე ამოვა ზედაპირზე, რის გამოც ურთიერთობაში გაანულებთ ყველაფერს და დაიწყებთ ახალი ნაბიჯების გადადგმას. შეიძლება იყოს ამ ნაბიჯებში რისკი, გარისკვა, მაგრამ წინსვლა არის მაინც ნაბიჯები ჩანს. არკანის სულელი ამბობს ყოველთვის, ენდეთ თქვენს გზას და თქვენს ინტუიციას, რადგან ერთმა დაუფიქრებელმა ნაბიჯმა შეიძლება მოგიყვანოთ ნამდვილ ბედნიერებამდე. ასე რომ, მოусმინეთ ამ კვირაში თქვენს ინტუიციას, მიუნდეთ და იმოქმედეთ ასე. მე კიდევ სულ ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და ნაყოფიერ კვირას. მადლობა, რომ ხართ ჩემ არხზე და უყურებთ ჩემს ვიდეოებს.